კარლ მარქსი 1818-1893 წლები. ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და რევოლუციონერი კარლ მარქსი მე-19 საუკუნის ყველაზე გავლენიანი სოციალისტი მოაზროვნეა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში მას მეცნიერები არ აღიარებდნენ, გარდაცვალების შემდეგ სოციალისტური მოძრაობის დროს მისმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა იდეებმა სწრაფი აღიარება ჰპოვეს. არც თუ დიდი ხნის წინ კაცობრიობის თითქმის ნახევარი ეგრეთ წოდებული მარქსისტული რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდა. ამ წარმატების გამო ხშირად ხდებოდა მარქსის იდეების სახესრულება და მისი შეხედულებების მორგება განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებებზე. კარლ ჰეინრიხ მარქსი დაიბადა გერმანიაში, საშუალო ფენის ოჯახში. 17 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა ბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ბონში იგი დაინიშნა ჯენი ფონ ვესტფალენზე, ტრირის საზოგადოების ცნობილი წევრის ბარონ ფონ ვესტფალენის ქალიშვილზე. ბარონმა აზიარა მარქსი ლიტერატურულ რომანტიზმს და სენტ-სიმონიანურ პოლიტიკას. მომდევნო წელს მამამ მარქსი ბერლინის უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგზავნა. ამ პერიოდში მან თავი დაანება რომანტიზმს და დაინტერესდა იმ დროს ბერლინში გაბატონებული ჰეგელიანიზმით და ახალგაზრდული ჰეგელიანური მოძრაობის წევრი გახდა. ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ თეოლოგები ბრუნო ბაუერი და დევიდ ფრიდრიხ შტრაუსი, აკრიტიკებდა ქრისტიანობას და ეწინააღმდეგებოდა პრუსიის ავტოკრატიას. საუნივერსიტეტო კარიერის გაგრძელება პრუსიის მთავრობის მიზეზით მარქსმა ვეღარ შეძლო და მან ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. 1842 წლის ოქტომბერში იგი გახდა გავლენიანი ლიბერალური რაინის გაზეთის რედაქტორი, რომელსაც ინდუსტრიალისტები მფარველობდნენ. მარქსის სტატიების გამო, რომლებიც მეტწილად ეკონომიკური ხასიათის იყო, პრუსიის მთავრობამ გაზეთი აკრძალა. მარქსი საფრანგეთში გადავიდა. 1848 წელს პარიზში ჩასვლისთანავე მარქსი გერმანელ ემიგრანტ მუშათა ორგანიზებულ ჯგუფებს და ფრანგ სოციალისტთა სხვადასხვა სექტებს დაუკავშირდა. მან გამოსცა გერმანულ-ფრანგული წელიწდეული, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ფრანგი სოციალისტები და გერმანელი რადიკალი ჰეგელიანისტები. გამოცემამ დიდხანს ვერ იარსება. პარიზში ყოფნის პირველივე თვეებში მარქსი კომუნისტი გახდა და თავისი შეხედულებები გადმოსცა სერიულ ნამუშევრებში, რომლებიც ეკონომიკური და ფილოსოფიური ხელნაწერების სახელწოდებითაა ცნობილი. 1854 წელს. ხელნაწერებში მარქსმა ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფიის გავლენით ჩამოაყალიბა კომუნიზმის ჰუმანისტური კონცეფცია. 1884 წლის მიწურულს მარქსი პარიზიდან გააძევეს და ენგელსთან ერთად იგი ბრიუსელში გადავიდა. აქ მან ისტორიის ინტენსიური შესწავლა დაიწყო და შეიმუშავა ისტორიის მატერიალისტური კონცეფცია, რომელიც გერმანული იდეოლოგიის სახელით მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ამ ნაშრომის ძირითადი დებულება იყო ის, რომ ადამიანთა ბუნება დამოკიდებულია მატერიალურ მდგომარეობაზე, რაც განსაზღვრავს მათ წარმოებას. მარქსმა შეისწავლა წარმოების სხვადასხვა წესების ისტორია და იწინასწარმეტყველა, რომ იმჟამინდელ ინდუსტრიულ კაპიტალიზმს კომუნიზმი შეცვლიდა. გერმანულ იდეოლოგიაზე მუშაობისას იდეალისტურ სოციალიზმს ეწინააღმდეგებოდა. იგი ასევე შეუერთდა კომუნისტურ კავშირს. 1857 წლის ბოლოს ლონდონში ჩატარებულ კომუნისტური კავშირის კონგრესზე მარქსსა და ენგელს დაევალათ მცირე ზომის დეკლარაციის დაწერა. კომუნისტური პარტიის მანიფესტი ჯერ გამოქვეყნებული არ იყო, რომ 1848 წელს ევროპაში რევოლუციებმა იფეთქა. 1848 წელს მარქსი რევოლუციის დაწყების გამო კვლავ საფრანგეთში გადავიდა, შემდგომ კი გერმანიაში. კიოლნში მან გამოსცა ახალი რაინის გაზეთი. გაზეთი მხარს უჭერდა რადიკალ დემოკრატიულ ხაზს, რომელიც პრუსიის ავტოკრატიის წინააღმდეგ გამოდიოდა. მთელ თავის ენერგიას მარქსი რედაქტორულ სამუშაოს უთმობდა, რადგან კომუნისტური კავშირი ფაქტობრივ დაიშალა. გაზეთი აიკრძალა და 1949 წლის მაისში მარქსმა ლონდონს შეაფარა თავი. ლონდონში ყოფნისას მარქსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ევროპაში მოსალოდნელი რევოლუციის მიმართ. იგი კვლავ შეუერთდა კომუნისტურ კავშირს და 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციისა და მისი შედეგების შესახებ დაწერა ორი დიდი ზომის პამფლეტი კლასობრივი ბრძოლა საფრანგეთში და 18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა. იგი მალე დარწმუნდა, რომ ახალი რევოლუციის დაწყება მხოლოდ ახალი კრიზისის შედეგად იყო შესაძლებელი და დაიწყო პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლა, რათა ამ კრიზისის მიზეზები და გარემოებები დაედგინა. მარქსის მთავარი ნამუშევარი პოლიტიკურ ეკონომიკაში ნელი ტემპით იწერებოდა. 1857 წელს მან გიგანტური ზომის 800 გვერდიანი ხელნაწერი მოამზადა კაპიტალის, მიწის საკუთრების, დაქირავებული შრომის, სახელმწიფოს, საგარეო ვაჭრობისა და მსოფლიო ბაზრის შესახებ. საფუძვლები 1941 წლამდე არ გამოქვეყნებულა.
1860-იანი წლების დასაწყისში მარქსმა თავი დაანება სამუშაოს, რათა დაეწერა სამტომიანი თეორიები ზედმეტი ღირებულების შესახებ, რომელშიც განხილული იყო პოლიტიკური ეკონომიკის თეორეტიკოსები, განსაკუთრებით დევიდ რიკარდო და ადამ სმიტი. მხოლოდ 1867 წელს მოახერხა მარქსმა გამოეცა კაპიტალის პირველი ტომი, რომელშიც მოცემული იყო კაპიტალისტური წარმოების წესის ანალიზი. კაპიტალში მარქსმა შეიმუშავა ღირებულების შრომითი თეორიის საკუთარი ვერსია და კონცეფცია ზედმეტი ღირებულების და ექსპლუატაციის შესახებ. მეორე და მესამე ტომზე მუშაობა 1860-იან წლებში დასრულდა, თუმცა მარქსი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ ხელნაწერებზე და ისინი გამოქვეყნებულ იქნა ენგელსის მიერ მარქსის სიკვდილის შემდეგ. მარქსი გარდაიცვალა 1883 წლის 14 მარტს. იგი დაკრძალულია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰაიგეითის სასაფლაოზე.